8 მაისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე საქართველოს გარდა ევროკავშირში გაერთიანების ყველა კანდიდატი ქვეყანა მიიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა იმავე დღეს გაავრცელა, როგორც შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია ფორმულასთან განმარტა, საქართველოს არ მიწვევის მიზეზი ქართული ოცნების მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება გახდა. სამინისტრომ იქვე დაამატა, რომ ისინი ქართული ხალხის დემოკრატიისთვის ბრძოლას მხარს უჭერენ. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმაც გააკეთა. მისი თქმით, საქართველო ვარშავაში არ მიიწვიეს, რადგან ევროკავშირმა 2024 წლის ივნისში გადაწყვიტა ქართულ ოცნებასთან მაღალი დონის კონტაქტები შეეწყვიტა, მანამ სანამ ის ქვეყანაში არსებულ კრიზისს არ დაძლევდა. იმედი მაქვს, საქართველო როგორც ქვეყანა ყველა თავისი მოქალაქით დაუბრუნდება სწორ გზას. იმედი გვაქვს, თუმცა ეს საქართველოზეა დამოკიდებული და რა არის საქართველო? საქართველო არის ქართველი ხალხი და ევროკავშირში გაწევრიანებისას არა მხოლოდ მთავრობა წევრიანდება, არა მხოლოდ პარლამენტი წევრიანდება, არა მხოლოდ ბიზნეს სექტორი, არამედ ყველა. ასე რომ გასაწევრიანებლად საჭიროა დიდი ეროვნული ძალისხმევა. ჩვენ შემოგთავაზეთ კანდიდატობა საუკეთესო რამ რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ვარშავაში კანდიდატ ქვეყნებთან ერთად არყოფნა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ Deep State დააბრალა. მისი თქმით, ევროპელ ჩინოვნიკებს Deep State-ისგან დავალება აქვთ მიღებული და ამის საფუძველზე ისინი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდებიან. კობახიძის განმარტებით მომხდარი უსამართლობაა, რაზეც პასუხისმგებლობა თავად ევროპელებს ეკისრებათ. ჯერ სრულიად უსამართლოდ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ქართულ ხალხს უთხრეს, რომ მაშინ უარი არავითარი დასაბუთება არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. შემდეგ წელიწადნახევარი არ გვაძლევდნენ სტატუსს, შემდეგ უარი გვითხრეს მოლაპარაკებების გახსნაზე და შემდეგ. ეს უსამართლობა გრძელდება. ეს არის უსამართლობა, რომელსაც ახორციელებენ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მხრიდან, რაც არის საჭირო. თუ ევროპელ ჩინოვნიკებს ეკნებათ განსხვავებული დავალება, ამ შემთხვევაში მიდგომა შეიცვლება, მაგრამ ჯერჯერობით Deep State-ისგან მათ აქვთ მიღებული განსხვავებული დავალება, რომ მაქსიმალურად სადონ დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც არის ძალიან სამწუხარო.